რეპრესიების და ახალი ანტიდემოკრატიული კანონების ფონზე ევროკავშირის პირველი დიპლომატები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგს შეხვედრამდე 4 დღით ადრე დაემატა. სანქციები და უვიზო რეჟიმზე გადაწყვეტილება. ასეთია მოლოდინები დისკუსიის შესახებ. ლუკა ხაჩიძე ესაუბრა ბრიუსელში მომუშავე ქართველ ანალიტიკოსებს, რომელიც დეტალებით ფორმულას ეთერს უერთდება. საქართველოს საკითხი ცოტა ხნის წინ დაემატა საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგს, რომელიც ლუქსემბურგში არის დაგეგმილი. ვებგვერდზე მითითებულია, რომ ბლოკის პირველი დიპლომატები განიხილავენ საგარეო ურთიერთობების კუთხით. სწრაფად განვითარებად მოვლენებს და სწორედ აქ არის დასახელებული საქართველოს. დაგეგმილი დისკუსიის სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ბლოკმა ოცნების ავტორიტარულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი რეპრესიების გააქტიურების და ახალი დრაკონული კანონების მიღების ფონზე, რომლებიც პროტესტის კრიმინალიზებას ახდენს და კრძალავს ოპოზიციას ზოგადად განსხვავებულ აზრს ქვეყანაში. შესაბამისად, მოლოდინია, რომ მსჯელობის თემა იქნება ოცნების რეჟიმის სანქცირება. ასევე დიდი ალბათობით ევროგაერთიანების პირველი დიპლომატები ისაუბრებენ უვიზო რეჟიმის მოსალოდნელ შეჩერებაზეც, რადგან ახლა სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის და ოცნების ურთიერთობაზე. კომისია ჯერ კიდევ აფასებს ოლიგარქის მთავრობის მიერ აქ ბრიუსელში გამოგზავნილ წერილს, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოფიციალური დასკვნის გარეშეც გასაგებია, რომ ოცნებას არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ანუ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად და პირიქით უფრო ააჩქარა და გააფართოვა ანტიდემოკრატიული მექანიზმების გამოყენება. ექსპერტთა შეფასებით, ახლა საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში ხვდება ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში და აქ ბრიუსელში ქვეყანაზე მსჯელობენ როგორც მაგალითზე, თუ როგორ იქცა ერთდროს ლიდერი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ტრიოს ფორმატში, დემოკრატიული უკუსლის ნიმუშად. ამ ფონზე კი ოცნება ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისაკენ მიდის და იმეორებს დეზინფორმაციულ გზავნილს, რომ თითქოს საქართველოს 2030 წლისთვის ბლოკში გასაწევრიანებლად მზად იქნება თან სხვა ყველასთან შედარებით მეტად. გაწევრიანება და ევროკავშირის გაფართოება მთლიანად დგას კოპენჰაგენის კრიტერიუმზე და კოპენჰაგენის კრიტერიუმის პირველი ფუნდამენტური საფუძველი არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი, სადაც ადამიანის უფლებები არის პირდაპირ პირველი, ასე ვთქვათ, პრინციპი და პირველი მოთხოვნა, რომელიც უნდა იყოს თანხმედრაში. ხო, თუ ადამიანის უფლებების სათანადო, ასე ვთქვათ, დაცვა არ ხდება ქვეყანაში, აქ საერთოდ არ ვსაუბრობთ ევროკავშირის გაწევრიანებას. თქვენ ძალიან კარგად ვიცით ყველა ის დათქმა და პირობა, რაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, რომ შეასრულოს გაწევრიანებისთვის და მაინც არ ხდება სათანადო ქმედებების მიღება, ეს უკვე გამოდის ბოიკოტი, ხო? ისინი რეალურად უკეთებენ ფაქტიურად ბოიკოტს საქართველოს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. არაფერი არ გაკეთებულა, არამედ თუ გაკეთდა, არამედ დღევანდელი რეჟიმი მიდის ამ ყველაფრის წინააღმდეგ. აქცენტის გაკეთება 2030-ზე, ან საერთოდ რაიმე საუბარი საქართველოს ევროპულ მომავალზე აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. ცხადია, რომ ადამიანის უფლებები არის სენსიტიური და ერთ-ერთი წითელი ხაზი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამავე დროს მთლიან სურათში უნდა იყოს დანახული ის ასე ვთქვათ დემოკრატიული უკუსლვა, რაც საქართველოს განიცდის, ხო? ეს იქნება საკითხი შეეხება არჩევნების გამჭვირვალობას, შეეხება მედია თავისუფლებას, შეეხება ადამიანის უფლებებს. ევროკავშირისთვის მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებითი ნაწილი კვლავ არის ერთ-ერთი ფუნდამენტური. სამწუხაროდ ახლა საქართველოს საკითხი განიხილება როგორც ნათელი მაგალითი თუ როგორ არის ასე ვთქვათ დემოკრატიული უკუსლვა. ფაქტია, რომ საქართველოს დაკავშირებით ვთქვათ გაფართოების კონტექსტში მოაზრება ეს უკვე ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ლუქსემბურგში 20 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს დღის წესრიგში ოფიციალურად შეიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრები ჟურნალისტებთანაც გააკეთებენ განცხადებებს. წესით კამერებთან უნდა გამოჩნდეს ფინეთის პირველი დიპლომატიც, რომელიც ოცნებამ 5000 ლარით დააჯარიმა და ბოლო რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.